Mr. Turing. We to work together then. I'm afraid these men would only slow me down. Popular at school, were you? ფილმში იმიტაციის თამაში ალან ტიურინგის საზოგადოებისგან გარიყული, მაგრამ ძალზე მგრძნობიარე ადამიანია, რომელიც სულიერ თავშესაფარს კოდის საიდუმლოს ამოხსნაში პოულობს. I like solving problems, Commander. And Enigma is the most difficult problem in the world. No, Enigma isn't difficult, it's impossible. The Americans, the Russians, the French, the Germans, everyone thinks Enigma is unbreakable. Good. Let me try and we'll know for sure, won't we? ინგლისელი მათემატიკოსი საიდუმლო საქმიანობას პატარა ჯგუფთან ერთად იწყებს და მის მიერვე შექმნილი კომპიუტერის საშუალებით ნაცისტური გერმანიის დაშიფრულ კოდს ამოხსნის. I'm designing a machine that will allow us to break every message, every day, instantly. დაშიფრული კოდის ამოხსნაში მონაწილეობას ერთი ქალბატონიც იღებს, რაც ამ დროისთვის ქალისთვის შეუფერებელი საქმიანობა იყო. ფილმის რეჟისორი მორტინ ტილდამი შეეცადა მეორე მსოფლიო ომის თემაზე ინტელექტუალური ტრილერი გადაეღო, რომელშიც ორი ავანტიურისტი მეცნიერი საიდუმლო კოდის გაშიფრვას ცდილობს. რეჟისორის თქმით, იმიტაციის თამაშის იდეაა დაგვანახოს, რომ ყველა ადამიანი თავისებურად უნიკალურია. I think it's sort of like the new kind of superheroes. ეს ადამიანები ახალი სუპერგმირები, რომლებიც ძალიან ჭკვიანი და შესაბამისად საინტერესო პიროვნებები არიან. Interesting individuals. ფილმის სიუჟეტის ავტორის გრეჰემ მურის მიზანი იყო საზოგადოებისთვის ინგლისელი მეცნიერი გაეცნო. მას სურდა დაეწერა სცენარი, რომელიც ჰომოფობიურ და გენდერულ მიკერძოებაზე ინტელექტის გამარჯვებას ასახავდა. The story of these two ძალიან მომწონს ამ ორი აუთსაიდერის ცხოვრების ისტორია. ეს არ არის სასიყვარულო ამბავი. ეს არის ჰომოსექსუალი მამაკაცისა და ქალის ძალზე ფაქიზი ურთიერთობა. It got him to like you. Yes. Why? Because I'm a woman in a man's job and I don't have the luxury of being an ass. მეცნიერ ალან ტიურინგის ისტორიაზე შექმნილ ფილმს პოპულარობა ისეთი მსახიობების ოსტატობამაც შემატა, როგორიცაა კირა ნაიტლი და ბენედიქტ კამბერბაჩი. I could write the angriest line. ბენედიქტმა ბევრი ეპიზოდი, რომელიც ალან ტიურინგის გაბრაზებას ასახავდა, შეკავებული ემოციით ითამაშა, თუმცა სცენებში, სადაც ეს მშვიდი უნდა ყოფილიყო, მისი გმირი მრისხანე ხდებოდა. Is so quiet and so gentle and he'll deliver it in a roar. When I read it, I was first of all amused. როდესაც სცენარი წავიკითხე, ჩემი გმირი მაშინვე შემიყვარდა. ის რთული ხასიათის, საინტერესო, სასაცილო, ჭკვიანი, შოუ-პაუერი, ამავებისგან შორს მდგარი ადამიანია. ამ თვისებებმა ძალიან მომხიბლა. ალბათ ამ გმირში ყველა ჩვენგანი გარკვეულწილად საკუთარ თავს ამოიცნობს. That's what we all at our best are. We're just true to ourselves. You've got more secrets than the best of them. 1952 წელს ალან ტიურინგი ჰომოსექსუალობის გამო ციხეში ჩასვეს. რამდენიმე წელიწადში მას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალი ფილმი თამაშის იმიტაცია ამ უსახელო გმირის ხსოვნას ეძღვნება. თამარ დერგაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.